Home sweet home. ჩემი ტკბილი სახლუკა. მოკლედ გამოვედი ჩემი მწვანე ხვლიკით. სასეირნოთ ნახოთ. ამინდი არაჩვეულებრივი არის. არაჩვეულებრივზე არაჩვეულებრივიც კი. ჩიტები დაფრინავენ. ჭიკჭიკი არ ვესმის რა თქმა უნდა მოტოციკლეტის ხმაურში, მაგრამ წარმოსახვას თუ ჩავრთავთ, რა თქმა უნდა ჩიტების ჭიკჭიკსაც გავიგებთ. შვიდი ივლისი არის დღეს. 7 ივლისი არის და მიუხედავად იმისა, რომ რამის თითქმის ზაფხულის შუა რიცხვებია, ზაფხულის შუას ბევრი არაფერი უკლია, მაინც ესეთი მწვანე არის ყველაფერი. ჩემი მწვანე ხვლიკივით. ეს ძალიან სახიფათო მონაკვეთი არის მეგობრებო. ამას წინათ მოვდიოდი იქიდან. სოფლის ესე იგი საგარეჯოს მხრიდან მოვდიოდი და აი აქ როგორც კი გადახვალ, აი აქ ატრიალებდა პიროვნება მანქანას. ანუ აქედან ასით რომ მოდიოდე ჩათვალე რომ მკვდარი ხარ. ნუ მოტოციკლეტით განსაკუთრებით, ასე რომ მეგობრებო ფრთხილად. სადაც ვერ ხედავთ საქართველო არის რა, არ უნდა გარისკო. აქაც სახიფათო მოსახვევია, ყოველთვის ხრეში ყრია, იქიდან შემოდიან მანქანები, შემოაქვთ ხრეში.
იქით ასფალტი რო დაეგება იქით სხვათა შორის. შემდეგ უკვე აღარ იქნება ასეთი სახიფათო. იმიტომ რომ ხრეშიდან გადმოდიან და ბუნებრივია გადმოვაქვთ აქეთაც. ასე რომ აქაც ფრთხილად მეგობრებო. კიდევ ერთხელ ფრთხილად. საერთოდ სიფრთხილეს თავი არ სკივაო, ასეთი გამონათქვამი არის. ქართულ გამონათქვამებში ქართულ ანდაზებს შორის ერთ-ერთი ულამაზესი ანდაზა არის. ხონებული ბევრი ბებია მყავდა, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს. და ორივე ბებია სხვათა შორის უყვარდათ ანდაზები. განსაკუთრებით მამის მხრიდან აი სულ ანდაზებით ლაპარაკობდა და ეს დავეჩვიე ეს და აი ჩვენ ერთ დღეს აღმოვაჩინე რომ ანდაზებს ძალიან ხშირად ხმარობ რა. ხო და მოკლედ არ გაგიკვირდეთ მეგობრებო. თუ კი ხშირად ვიხმარ ანდაზებს ხული კი არის მართლა რა. ნუ ახლა არ უნდა შემხნენ მაინც და მაინც ეს ხვლიკები რა. სვანე ხვლიკუნიები. გზები გარეჯისკენ გაფუჭდა, საკმაოდ გაფუჭდა, აი. ახლა მანქანით იმდენად არ იგრძნობა ხოლმე, მაგრამ მოტოციკლეტით აი გახტუნავებს პირდაპირ. ძალიან არაკომფორტული გახდა ახლა. ნუ აქ სპორტულ მოტოციკლეტზეა რა თქმა უნდა საუბარი, შეიძლება კრუიზერებისთვის არ იყოს ისეთი შემაწუხებელი. აი სულ გადახტომა გადმოხტომაში ვარ. გზები საკმაოდ ცუდი გვაქვს საქართველოში, მაგრამ მე როგორც ახლა 90-იანების, 2000-იანების მომსწრეს ახლა ნამდვილად არ ვიკვირს, იმაზე გაცილებით უკეთესია, მაგრამ საქმე იმაშია მეგობრებო, რომ როგორც უკვე კარგად მოგეხსენებათ, უკვე ძალიან ბევრჯერ ვახსენებ. ზოგს თავის კი მოვაბეზრე იმით, რომ ევროპაში დავყავი 2 წელი თან ევროპის საკმაოდ ისეთ ქვეყნებში, როგორც არის გერმანია, ავსტრია, ბელგია. საკმაოდ განვითარებულ ქვეყნებში, მას შემდეგ აი გიურზა, რამხელა გიურზა შემი. ვაიმე. აუ, უნდა განახოთ რა. ხო არ გაიპარა ისნა. აუ გაიპარა. რამხელა იყო შენი. აუ. ისე ვერ გავაჩერე რა. აუ რამხელა იყო, აი მეტრანახევარზე მეტი იყო. არ ვიცი კადრში ჩანს თუ არა. ნუ შენი. მოკლედ არ ვკლავ ხოლმე რა თქმა უნდა, მაგრამ მინდოდა რომ მეჩვენებინო თქვენთვის ნამდვილი
ნამდვილი ღიურზა. არა უშავს სხვა დროს გაჩვენებთ. ესეთი რაღაცებით ხდება მეგობრებო, ესეთი საშინელი, არ ვიცი, ხალხის როგორიც ხალხი არა, მძღოლები როგორიც საქართველოში ცხოვრობენ, ალბათ არ არსებობს რა. შუა გზაზე გააჩერა. დაინახეთ თქვენს ალბათ კარგად. არ დაგავიწყდეთ არასოდეს რომ თქვენ საქართველოში მოძრაობთ. ეს არ არის გერმანია, ეს არ არის ბელგია და მით უმეტეს არც ურუგვაი. ვაი, ურუგვაი. აი მოუახლოვდი ჩემს, არ ვიცი როგორ ეს ერთი შეხედვით რაღაცა უაზრო სოფელი არის, ხო აი რაღაცისთვის შეიძლება საერთოდ საშინელება იყოს. მე მახსოვს ერთხელ მეზობლად ჩამოვიდა თბილისელი ბავშვი იყო მაშინ ალბათ 15 წლის და ფობია დაეწყო, არ ვიცი რაღაცა ვერ დაიძინა და ღამე გამოიძახეს სასტრაფო თუ არ ვიცი ტაქსი და წაიყვანეს. იყო ესეთი შემთხვევა, ანუ რაღაცისთვის ეს საშინელება, მაგრამ მე პიროვნება რომელიც აქ გავიზარდე, აქ დაბადებით არ დაბადე, ახალქალაქში დავიბადე. მოკლედ მაშინ ახლა სად დავიბადე, სად გვახსოვს ჩვენ ახლა სად ვიბადებით, ხო? აქ გავიზარდე, ყველაზე თავარი რაღაცეები აქ ვისწავლე ცხოვრებაში და ჩვენთვის არის უძირფასესი რა. ხო, სარკეში უნდა გაიხედოთ, ხშირად უნდა გაიხედოთ სარკეში, იმიტომ რომ საქართველო არის, უკანაც უნდა იყურო, წინაც და მაღლაც უნდა იყურო, მაინც რომ რავი, ყოველ შემთხვევაში. ნავსიაკი პაჟარნი, როგორც რუსი გლეხები იტყვიან, მაღლაც უნდა აიხედო. ნაცნობები მხდებიან ხოლმე, უნებრივი აქ გავიზარდე და ეს ყველაფერი ძალზე ბუნებრივია. საქონელთანაც უნდა იფრთხილოთ, მაქსიმალურად აარიდეთ ხოლმე, შორს გაუვარეთ.
აგერ პატარა ვაჟკაცი დარბის. გაუმარჯოს. შემოვისვავდი, მაგრამ არ გადმომივარდეს, აპასნი არის როგორც ერთი ჩემი მეგობარი იყო და უბრალოდ ნაცნობი. ეს ვინ არის გას? დაუდგეთ, მოდი. ხოველი არის რა. საინტერესო იყო.